გამარჯობა, მოგესალმებით. მოდით. ეს ნიკოლა, ეს ანია, ეს ნიკუშა, ეს გიორგია, ეს ჩემი ქალიშვილია ეკალუბერი, ეს ჩემი მეუღლეა მარინა და ეს ჩვენი საყვარელი პატარა ყველაზე უმცროსი სანდრო ცაგარეიშვილი. ეს ჩემებია, ჩემი ძმისშვილები, უბერები, ეს ჩემი მაკაუბერია, ეს მარიამი, ეს თამარა უბერი, ეს ნინო უბერი, ეს ჩემი სიძე ირაკლი ცაგარეიშვილი. ახალწელზე მეკითხებიან პირველ რიგში მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. მოგეხსენებათ, რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ახალი წელი ასოცირდებოდა ჩათვლებთან და გამოცდებთან. 2 იანვარი თენდებოდა, ჩვენ მივდიოდით ჩათვლაზე. თუ ეს ჩათვლა წარმატებით და დროზე იყო ჩაბარებული, ჩვენზე უფრო ბედნიერი არავინ არ იყო. და ასოციაცია იყო ახალწელთან. როდესაც მთავრდებოდა ჩათვლები და გამოცდები, მაშინ სამედიცინო ინსტიტუტი ერქვა ახლანდელ სამედიცინო უნივერსიტეტს, ჩვენზე უფრო ბედნიერი ადამიანი არ იყო. დაიწყებოდა ყველაზე ბედნიერი ხანა სტუდენტის ცხოვრებაში, სტუდენტური არდადეგები. როცა მოვჭით სამედიცინო ინსტიტუტს, გვეგონა რომ დამთავრდა გამოცდები. თურმე მერე იწყება ყველაფერი და მთელი ჩვენი ცხოვრება პროფესიული განვითარების, მეგობრობის, კაცობის, ურთიერთობის გამოცდებს ვაბარებთ. მე მინდა მოვყვე ერთი პატარა ტრივიალური ამბავი, რომელიც მე შემემთხვა ახალი წლის ღამეს. ეს ჩვეულებრივი მარტივი ამბავია, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას ან უკვე გადახდა, ან წინა აქვს ასეთი სამედიცინო ისტორია. ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი და რატო? იმიტომ რომ ეს იყო არა მარტო ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულება, არამედ ღრმად დატვირთული ჰუმანური და ემოციური ფაქტორებით განპირობებული მდგომარეობა. ამიტომ ჩემს მეხსიერებაში ეს ახალი წლის ღამე ჩემთან მუდამ დარჩება. და გარდა ამისა, ეს ისტორია ეხება ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის საპატივცემლო და ცნობილ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად დარჩნენ ჩემს მეხსიერებაში. ამ ისტორიის მოყოლის ნებართვა ლეგენდარულ ქართველ მსახიობს ავთო მახარაძეს ნებართვა ვთხოვე, რადგანაც ეს ისტორია მის შვილს ეხება. ახალი წლის ღამეა, სახლში ვართ, ისიც იყო შევხვდით და ქვემოდან ტელეფონის ზარი. გიორგი ვარ ჩოგოვაძე, გილოცავთ ახალ წელს. გაკვირვება ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწე მილოცავს ახალ წელს, რა ხდება? შვილი მყავს ავად და ბატონო ნუგზარ გთხოვთ დამეხმაროთ. მომენტალურად ვემზადები, მივდივართ, ნახულობ პატარას, გადასაყვანია საავადმყოფოში, გადავდივართ კლინიკაში, ღამის 3 საათია, ბავშვის საოპერაციო, ურეკავ ცნობილ ექიმს, პროფესორ გივი ჟვანიას, პასუხი იქიდან, ღამის 3 საათია, სწრაფად მოვდივარ. მოდის, კეთდება ოპერაცია, წარმატებით, პროფესორ გივი ჟვანიას კაბინეტში ვიკრიბებით. გიორგი ჩოგოვაძე, გოჩა ჩოგოვაძე, მე ერთი ჭიქა
ღვინო ავწიეთ. ამ ერთ ჭიქა ღვინოში ჩავატიეთ ბავშვის ჯანმრთელობის, წარმატებული ოპერაციის, მშვიდობის და წარმატების სადღეგრძელო. დილით ბრუნდების სახში ამაყი, მშვიდი, ბედნიერი, რომ ახალი წლის ღამეს სავამტყოფოში გავატარე, რომ ახალი წლის ღამეს ვიღაცას დავეხმარეთ. მოვდივარ სახში, სადაც მხდება სითბო სინათლე, ჩემებს ძინავთ, წვები, მაგრამ ვერ ვიძინებ, დავფრინავ. ეს შეიძლება ცოტა კამერულად მოვყევი ეს სიტუაცია, რომელიც შეიძლება ტრივიალური იყოს, მაგრამ მე ამ სიამაყეს, ამ გამარჯვებას, ამ წარმატებას უსურვებ ყველა ჩემს კოლეგას, რომელმაც აირჩია ყველაზე სათუთი, ყველაზე ფაქიზი სპეციალობა, მუდმივად მზადყოფნა სხვის დასახმარებლად. ეს არის ჩემი კრედო და ჩემი ოჯახის კრედოც. მე მინდა მიულოცო ახალი წელი ჩემ ძმებს, ცნობილ ექიმს ქუთაისში, ძალიან წარმატებულ და პოპულარულ ექიმს ზურაბ უბერს, თავის ოჯახთან ერთად. მეუღლე ექიმი, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა პერსპექტიული ექიმი თეკლა უბერი. მე მინდა მიულოცო ახალი წელი ჩემს ძმას, რომელიც ზუგდიდში მუშაობს. ეს არის თემური კონსტანტინე უბერი. წარმატება და ჯანმრთელობა უსურვო თავის შვილებთან და მე მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩემი უფროსი ძმის პეტრე მურთას უბერის ხსოვნას და ზუსტად ამ დღეებში ზუგდიდის მუნიციპალურ ჰოსპიტალში მისი სახელობის კაბინეტი გაიხსნა. გარდა ამისა, მე მინდა ყველა ექიმს მიულოცო დამდეგი ახალი წელი. ბედნიერება, ჯანმრთელობა მინდა უსურვო, პროფესიული წარმატება მინდა უსურვო. ძალიან ძნელი, მაგრამ ასევე პატივდებული პროფესია გახლავთ ექიმობა. ამაზე უფრო დიდი ბედნიერება არაფერი არ არის, როცა შენ გეუბნებიან, რომ გვეიმედები, გვეამაყები, დაგჭირდი და შენ აღმოჩნდები თავის ადგილას, სათანადო დროს, სათანადო ადგილას და დღის და ღამის ნებისმიერ დროს შენ ხარ სხვის დასახმარებლად მომართული. სანდრო, თოვლის ბაბუის გჯერა? კი. რა უნდა მოგიტანოს? ჯერა დავიჯერია. რა სურვილები გაქვთ 2025 წელს რომ აგისრულოთ? დასებით. ჩემი სურვილი არის რომ აფხაზეთში დავუბრუნდეთ და რომ დავუბრუნდეთ აფხაზეთი და იქ რომ ვიცხოვროთ. დედაჩემი და ბაბუაჩემიც იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ მე ამ ომის გამო სამეგრელოში დაბრუნდნენ და მე სურვილი მოხდა იქ წავიდე. მე მშვიდობიან კიევში სახლში დაბრუნება და იქ ცხოვრება. ძელი ჩემი ცხოვრება და ბავშვობა იქ ვიცხოვრე. მინდა რომ ხოლმე იყოს ჯანმრთელი. კაპიტანიკა, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, იმისთვის, რომ მოგვეცით საშუალება გაგვეგო, როგორ ხდებოდით და როგორია თქვენი საახალწლო სამზადისი. მოდით ახლა გითხარით, ზოგადად რა განცდა და რა განწყობაა თქვენთვის და როგორია თქვენი განწყობა საახალწლოდ? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ ამ საახალწლო დღეებში. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. ჩვენი ახალი წლის დღეები ყოველ წელს მახსენდება ბავშვობა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ძალიან ველოდებოდი ახალ წელს. ძალიან მიყვარდა ეს დღე, განსაკუთრებულად უყვარს ბავშვებს და
ჩვენს ჩვენი სურვილები და ემოციები გადაედო ჩვენ პატარებსაც, ისინიც ფუსფუსებენ ძალიან აქტიურად, არიან ჩაბმულები საახალწლო სამზადისში და მინდა მიულოცო საქართველოს ქართულ საზოგადოებას და მთელ საქართველოს ახალი წელი, უსულო ბედნიერება, ჯანმრთელობა, წინსვლა, გამრავლება და იმ გამრავლებასთან მიმართებაში და სიტყვი ტკბილ სუფრას რო უყურებ, მახსენდება ისევ და ისევ ჩემ ბავშვობაში უბრუნდები და 55 სკოლაში სწავლობდი, სადაც ჩვენ წინ იყო საჩაქარლამე, ეგრეთ წოდებული ფრანცია, სადაც ძალიან ბევრი გემრიელი ნამცხვარი იყიდებოდა და იქ იყო პატარა შოკოლადის ნამცხრები, რომელიც წონით იყიდებოდა და ჩვენ შუალედებში დიდ დასვენებაზე გადავდიოდით ხოლმე, გადავირბენდით, ვიყიდით აი ამ ნამცხრებს და უკან გადმოვდიოდით და იყო ქალბატონი, რომელიც ჯერ ცოტა საწონიდა და მე ამატებდა სასურველ რაოდენობას დათქმულ წონამდე და აი ეს მოგწონდა რომ ემატებოდა და აი ეს ემოცია და ეს სიხარული რომ მატება ასოცირდება ჩემთვის ზოგადად შემდგომში როცა პედიატრი და ექიმი გავხდი ასოცირდებოდა ნამატთან სიხარულთან სიტყვოებასთან და ჩვენი ახალი წელი არის მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი კარგად ვართ ქვეყანაში მშვიდობა და როდესაც ჩვენი პატარები ჯანმრთელად არიან ბავშვის გამო ჯანმრთელება ხომ ჩვენი ოჯახებისთვის ახალწელზე უფრო მეტი სიხარული და ბედნიერებაა. ამიტომ ვილოცავ მთელ საქართველოს ახალწელს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ. ქალბატონო იკა, ახსენეთ და თან თქვენც გაგვიზიარეთ არაჩვეულებრივი ამბავი თქვენი ბავშვობიდან. ბუნებრივია ახალი წელი, განსაკუთრებით ახარებთ ბავშვებს და აქ ჩვენ ნახეთ როგორი სამზადისი გაქვთ ახალწლო. მოდით ახლა გითხარით, როგორც პედიატრს ასე მინდა გკითხოთ, ხომ? ბავშვებს ხშირ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ ეტაპამდე ვაჯერებთ ხოლმე მშობლები თოვლის ბაბუის შესახებ უყვებით ამბებს, ხომ? პატარები წერენ მას წერილებს და ძირითადად ამ ყველაფრის შემსრულებლები ვართ ხოლმე მშობლები. მოდით ახლა გითხარით, რა საკამდე არის რეკომენდირებული ის რომ თქვათ ბავშვებს ჯეროდეთ თოვლის ბაბუის და საერთოდ აზიანებთ თუ არა ესეთი კეთილი ტყუილები პატარების ფსიქიკას. იცით რა ეს არ ვფიქრობ რომ ტყუილია, ეს არის უბრალოდ ილუზიის შექმნა, ისე როგორც ვუკითხავთ პატარებს ზღაპრებს და შესაბამისად მათ ვაჯერებთ ამ რეალობას და ვასწავლით ცხოვრებას, ალბათ თოვლის ბაბუის ილუზიაც ძალიან სასიამოვნო და ძალიან ტკბილია და არ ვიცი ეს ტყუილი უნდა ითქვას თუ არა, მაგრამ ჩემ შულს ჯერა დღემდე თოვლის ბაბუის და არ მინდა რომ ეს ილუზია ჩაუფუშო, არ მინდა რომ ეს ილუზია გაუქარწყლო. ამიტომ მანამ სანამ ჯერა და ეჯეროდეს კეთილი სურვილების ახდენის და ეჯეროდეს რომ მისი ოცნებები შესაძლებელია რომ გარკვეულწილად ახდეს და იყოს ოცნებაში, იყოს პოზიტიური აზროვნებაში, იყოს მომავლის რწმენით. მე მგონი ამაში არაფერი ცუდი არ არის. თქვენც იღებდით მონაწილეობას ბიჭებთან ერთად ამ ნაძვის ხის აწყობაში. დიახ, შავი საქმე მე შევასრულე და შემდგომში უკვე არ მაცდიდნენ სათამაშოებით და ესეთი ლამაზი ნივთებით შევსებას, ამიტომ ძირითადი საქმე, რა თქმა უნდა, ბავშვებმა შეასრულეს და არც დაიზარეს დაუგზავნელად აქტიურად იყვნენ ჩაბმულები ნაძვის ხის აწყობაში, რაც მე დიდად მახარებს. სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი რომ ბიჭები ესე აქტიურად იქნებოდნენ ჩართული, მაგრამ სანდროს თამადობით ეს ყველაფერი აქტიურად ნახევარ საათში ავაწყოთ მთელი ნაძვის ხე. ხშირ შემთხვევაში ახალ წელს განსაკუთრებული ტრადიცია გვაქვს ხოლმე. გარდა ამისა, ასევე გვაქვს ხოლმე განსაკუთრებული რიტუალით. თქვენ უბერების ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ამბავი თუ ხდება ახალი წლის ღამეს? ხო, აი იცით რა, ჩვენ
ყოველთვის ხვდებით ჩემი მშობლების ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ჩემი ოჯახი მაქვს და რა თქმა უნდა სუფრის თავში ჯდება მამა ნუგზარუბერი ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ჩვენს ოჯახებს, რომელიც მადლობას უხდის წარსულ ახალ წელს მისი სიკეთეებით, მისი დაბრკოლებებით და უსურვებთ ერთმანეთს ჯანმრთელობას პირველ რიგში, წარმატებას, გეგმავთ მომავალი წლის გადასალახ საკითხებს და გეგმებს და ეს არის ჩვენი დიდი ტრადიცია და რა თქმა უნდა პირველივე 10 წუთის განმავლობაში ხდება ჩვენი უახლოესი ნათესავებისთან რეკვა და ვინ დაასწრებს ესეთ ემოციაში და ესეთ აჟიოტაჟში რომ ვინ დაასწრებს პირველი მოლოცვას და ეს არის ჩვენი სადაც და ბავშვობაში ხშირად გავდიოდით ხოლმე მეგობრები ახალი წლის აღსანიშნავად, მაგრამ ჩემთვის იყო ეს აუცილებელი პირობა, რომ სახლში უნდა შევხვედრილიყავი ახალ წელს და მერე სადაც წმინდოდა ეგ ჩემეთლო წავსულიყავი. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ პირველი 10 წუთი ვცდილობთ, რომ ნათესავებს დაურეკოთ, მიულოცოთ. ჩვენს ტელემაყურებელსაც მიულოცეთ დამდეგი ახალი წელი. გულოცავ თელ საქართველოს ახალ წელს ბედნიერების, ჯანმრთელობის, ღეგრძელობის, მატების, სიკეთის და პირველ რიგში ტერიტორიული გაერთიანების წელი ყოფილიყოს. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გვასპინძლობდით ასეთი საინტერესო საუბრისთვის და მეც სარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ თქვენც.